ნაჭრის შეფასებაზე საზიზღარი პრაქტიკა მე არ მინახავს, არც გამიგია. საერთაშორისო პრაქტიკას არ გავცნობილ ვარ. შეიძლება არ იყიდევაც ეგეთი, მაგრამ მოკლედ არ უსაზღვრეს რაღაცა და არ მაინტერესებს. ჩემ კომპანიაში მარტო სხვაგან მესით რამე არ მინახავს, ჩვენ ნაჭრით არ ვაფასებთ დეტალს და ვაფასებთ სამუშაოს მიხედვით. ჩვენ გვაქვს მაქსიმალური და მინიმალური ზღვარი დადგენილი, რომლითაც შეიძლება შეფასდეს თქვენი დაზიანებული ან ახალი დეტალი რომ შეიღებოს. შესაბამისად, თუ 15 წუთი დამჭირდა ჩვენს Facebook გვერდზე Detailing Garage-ის შემოხვალთ, Messenger-ს ჩართავთ, chat-bot-ს გაესაუბრებით და ზუსტად 2 წუთში მოგავწეთ სრულ ინფორმაციას, რისი შეღება რამდენი დაგიჯდებათ. მაგალითად, გავიღოთ კაპოტი. კაპოტი დაგიჯდებათ 600-დან 800 ლარამდე. მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა ადგილზე რომ მივხოთ 800 ლარს გეტყვით. არა ბატონო, თუ თქვენს კაპოტს ნაკლები შრომა სჭირდება მომზადების კუთხით, დაგიჯდებათ 600 ლარი, ხოლო თუ 600 ლარიდან ზედმეტს გეტყვით, მაგალითად 601 ლარიც რომ გითხრან, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, აგიხსნან რატო ამატებენ მინიმალურ თანხას იმ დამატებულ თანხას. ასე რომ, უკეთეს სისტემაზე გადმოდით, ჩვენთან ნაჭერს არ ვაფასებთ მაგალითად ნაჭრებად და ვაფასებთ სამუშაოს. რაც საბოლოო ჯამში ეკონომიურია და რაც თავარია თავიდან აგარიდებთ რაღაც უაზროდ მოტყუებით მიღებულ თანხებს. რომ გეგონებათ რომ ნაჭერი ღირს დაუშვათ 300 ლარი, მე მიხვალთ და თურმე ბამპერი ერთი ნაჭერი კი არ არის. ნაჭერი ნახევარი ან ორი ნაჭერია. კაპოტი ორი კი არ არის, ორი ნახევარი ან სამია. რეალურად ერთი ნაჭერია კაპოტის და თაც. მაგრამ სხვადასხვა ფასი აქვს და 100-ია სწორი მე თვითონ მკითხა.